რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი უკვე გაიხსნა. რაფაჰის გადასასვლელთან რამდენიმე სატვირთო მანქანაა მობილიზებული, რომელთაც ხაზიდან იძულებით გადაადგილებული ბავშვებისთვის ჰუმანიტარული ტვერთი გადააქვთ. ისრაელსა და ჰამას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა რაფაჰის საზღვართან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის შესაძლებლობა გაჩნდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და პარტნიორების მხარდაჭერით 34 ბავშვი და 3 ზრდასრული ღაზის სექტორიდან რაფაჰის საზღვრის გავლით ეგვიპტეშია გადაყვანილი. ჯანმოს განცხადებით სამედიცინო ევაკუაციისთვის ყველა შესაძლო მარშრუტი უნდა გამოიყენონ, რადგან ათასობით ადამიანის გადარჩენა სწორედ სწრაფ რეაგირებაზეა დამოკიდებული. ჯანმოს შეფასებით 12-დან 14,000-მდე კრიტიკულ პაციენტს სჭირდება დახმარება. ასე რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. სასწრაფოდ უნდა გაიხსნას დერეფნები ღაზის მიმდებარე ტერიტორიაზე. რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი 2024 წლის მაისში დაიკეტა. მას შემდეგ ის პირველად 2025 წლის 2 თებერვალს გაიხსნა.